მოგესალმებით. დღეს ლიეს სასაცილო და ცოტა ისეთი ამბავი მოგიტანეთ. ვიყავი ლოგინში და მინეკავდა ჩემი ბიძაშვილი. ხო და სანამ დავიწყებ მოყოლას, გეტყვით რომ პატარა პრანკი გავუკეთე ჩემს ბიძაშვილს, რომელსაც ახლა გავაგებინე, YouTube-ზე ვიდეოს და აუცილებლად უნდა უყურო მეთქი. ხო და არ ვიცი უყურებს თუ არა. ხო და გეტყვით რომ თქვენ უნდა უყუროთ. ან მოკლედ დავიწყე რომ ვითომ პოლიციაში ვიყავი და თვითონ წერდა აუცილებლად სკრინებს გავაკეთებდი. ეგ გავაკეთებ ამ სკრინს, პირველ სკრინს. ხო და წერდა რომ პოლიციაში ვარ მეთქი რა და რაგინდა პოლიციაში და უთხარი რომ კინა მომიპარეს მეთქი და ვაიმე ჩემი რაღაცა სიტყვა იყო. ვაიმე რა დიდუ და რაღაცა და ისო და წერდა რომ რაღაც სისულებს წერდით, ეს სკრინიც მეორე სკრინიც აი აქა გამოჩნდეს. ჯით გამოვიყენე რაღაცა ჩემთვის ჩასმული ფოტოები, რომელიც გავაკეთე. როგორ თქვა, სკრინშოტი თუ რაღაცა რომ კეთდება, იმით გავაკეთე. ანუ ფოტო თხოვე ჩაჯიბიც და ჩაჯიბიტმა მომიგდო ორ ამ ადამიანის, რომელიც გავდა როგორც ქურდს. გამიკეთ ამ ფოტოებს არ განავახილავ, შეიძლება ვიღაცა იყოს და არ მოიწონოს. ხო და ასე იყო, დაიწყო. აი იმენა, მე ვიყავი სიცილში და ის რა დღეში იყო და საშინაობა იყო და მე აი შემდეგი იყო რომ გოგო შირას მატყუებო და აი ეს სკრინი რომელსაც მე გავუკეთე და შე გიჟი ხარ რას გატყვევენ თავს მარტივი და რაღაცა და მე უფრო ამყვა. ხო და ცოტა მივხვდი რომ რაღაცას მეტად ამატებდა რა. ხო და ახლა არის ძალიან გაღიზიანებული. ხო და ბაჩი ჯობია მაპატიო ვიდრე შეყვარებულს არ მივწერე რომ მე ახალი შეყვარებული ვარ ბაჩის. ხო და მეგობრებო, ასე შეგიძლიათ თქვენ ესე პრანკები მოიგონოთ თქვენს ბიძაშვილებს. რადგან ერთადერთი ბიძაშვილი მყავს, რომელიც აი ერთმანეთში ძალიან უგებ და დაძმურად ვართ. ხო და მე ვარ გაცილებული, საერთოდ არ გავსულვარ. მომატყუე ვითომ შემდეგი სკრინიც აქ გავაკეთებდი ბოლოს შემდეგი სიტყვებზე გავაკეთებ, სადაც იქნება სკრინები, დიახ. გეტყვით კიდევაც რომ დედა მოვიდა ვითომ დედამ არ იცოდა რა ჯერჯერობით რომ მორეკავდნენ თვითონ გაგიჟებული და არ იცოდა ბოლოს გავაგებინეთ ვითომ. ხო და ამ ბაჩმაც მართლად აიჯერა ის სიტყვები მივხვდი. ამ სიტყვების დაჯერების მერე. და მითხრა პოლიციების ფოტო და ეხლა ცოტა ყურადღება გადამეტანინა და ასე შემდეგ. და რის გამო გადაწყვეტე ამ ვიდეოს ჩაწერა. ჩემი ბიძაშვილი არის მოცეკვავი რა. აპრილში გვაქვს ბიძიას ქორწილი. ხო და მაგისთვის გვინდა ცეკვის დადგმა და ფორმის ყიდვა და მე საუკუნეში ვდგამ ცეკვა, ორივე საუკუნეში ვდგამ და მაგაზე მიჭამს ტვინს, როდის უნდა უთხრა თინათის და ასე შემდეგ. და იმიტომ გადავწყვეტე ასეთ ყურადღება გადამეტანინებინა ბაჩისთვის ასეთი პატარა, მაგრამ ვიცოდი რომ ამისთვის არ ეკავდა, რომ მაინც პატარა პრანკი მოუწყე მას. გეტყვით რომ ცუდი მიზნით არ გამეკეთებია ეს, რადგან არ გას გულით რაღაცა. ვითომ სანამდე პოლიციის ფოტოებში ჩავყოლე, ვთხარი რომ უნდა გადამეხოდა ვაიმე დედა ჩემი გაითიშე ვიღაცა მეთქი და დედა თქვენ გაითიშა და მე ვიციოდი და სინამდვილეში ვიჯექი და ვითომ წიოდი. ხო და თხოვი რომ არც შეყვარებულს უთხრა, არც ჩემებიას, არც ბაბუას, ეტამ არ იცის მეთქი და ის რა გული გაუსკდება მეთქი რა. ხო და ეხლა თუ ფოტო იქნება პირდაპირ ჩემი ბიძაშვილის და მის ბიძის, ნუ გონიათ რომ სახელს ამოგვიგებთ. სახელად გვიწერია ბიძაშვილები და ვერავინ ვერ ნახავს რა ქვია ამ ბიჭს. სახელგვარს გვარი არ ვიტყვი ძალიან სხვა, ანუ ყველაზე რთული გვარი აქვს მას და ამ გვარის გამოცემა მეგრელებს შეუძლიათ. მეგრელებს. აუცილებლად მითხარით თუ გაგიკეთებიათ თქვენს ნათესაობთან ან თქვენ
და ძმასთან ასეთი პრანკის გაკეთება. მაგალითად მე უკვე გავაკეთე ჩემს ბიძაშვილთან ერთად. თანაც გამოვცადე თუ როგორ უყვარა მას და როგორ მაგცევს ყურადღებას. ეხლა მივხვდი რომ ძალიან ემუყვარვარ და ყურადღებას ყოველთვის გამორჩენს ჩემს მიმართ. და კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიკითხავს. ასე ბიძაშვილი ვინმეს ყავს ჩემნაირი ჩემისთანა? შევატარო. ბოდიში ეს არ შეიმჩნევა, შევატა. მე მასაშვილად ეღებობები ხლა. სახლის ეკივის უკეთესმოა მიკითხოს. ბოდიში მაპატია გაციებული ვარ და ამ გაციებაზეც მაინც მაპატია ხო ხედავთ დღეში ვარ. 2 დღეა სკოლაში არ წავს ვარ. სანამდე გავაგზავნებდი ვიდეოს, გეტყვით რომ სტუდია საუკუნეში ყველა ფილიალში არის უკვე რეგისტრაცია დაწყებული და ყველა შეგიძლიათ რომ შემოხვიდეთ. რა ვიცი, ასაკი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ არის 70 წლის ქალბატონები, ნებისმიერ ასაკის ბავშვები. ასაკი იწყება 5 წლიდან, დიახ, 5 წლიდან, მაგრამ მაგაზე დაბალი წლის ბავშვები შემოყვანას შეგიძლიათ. ღირებულება რაც შეიძლება, მაგალითად მე ვარ სამოყვარულოში და ვიხდი 70 გვარს. ქორეოგრაფია არის თინა ბოლაძე და ამ საუკუნის დამფუძნებელი არის ინდირა ღომიძე. შეგიძლიათ მოხვიდეთ, ვინც არ იცით, ბათუმის ქუჩა არის ეხთიმა თაყაშვილის 57 ნომერი. კიდე გეტყვით რომ რუსთავში საუკუნეს ახალი დიდი ფილიალი აქვს უკვე. ეს არის მაჩაბელის 3 ნომერში. კიდევ გამიმეორებ, მაჩაბელის 3 ნომერში, მესამე სართულზე. გხვდებათ საოცარი ქორეოგრაფი ელენე ლომიძე, ბოდიში ელენე ლომიძე და გხვდება ყველა გვაქვს ბათუმის, ზუგდიდის, გორის, რუსთავის და თბილისის ფილიალები. თუ ეძებთ სადმე გასაქირავებელ კაბებს და სარეპეტიციო კაბებს ეკივისთვის შეგიძლიათ ეს ორივე ადგილი ერთ კონკრეტულ ადგილას ნახოთ. ამოდით პლაზასთან, სადაც აქ იქნება მონიშნული საკაც ტერიტორია. შეგიძლიათ დატოვოს მხოლოდ კაბების გაქირავება მხოლოდ ბათუმში და თბილისში, მაგაზინები არცად არ აქვს და არის სარეპეტიციო ადგილები ყველა ფილიალ, სადაც არის საუკუნის ფილიალი, იქ არის დიახ. სადაც არის საუკუნის დარბაზი, იქ არის გახსნილი ქორეოგრაფიული ტანისამოსის ძალადობრივად თქვი და თავიდან მიტყვი. სადაც სარეპეტიციო ტანისამოსი იყიდება, რასგოლსხობამაში, სადაც არის საუკუნის ფილიალი, იქ არის ბრენდ საუკუნე. დიახ, ბრენდ საუკუნე. თქვენ ერთ კონკრეტულ ცეკვას შეისწავლით 8 გაკვეთილში. დიახ, 8 გაკვეთილში. 8 გაკვეთილი გამოდის 1 თვე. არის სამოყვარულო, არის პროფესიონალური ჯგუფი ანსამბლის საუკუნე. ყველა შეგიძლიათ რომ შემოხვიდეთ, ძალიან გამახარებთ. ვინც 9 საათზე დაემატებით, მაგრამ მეტი რამე არ მინდა რომ დაბლები იყოს. გავაგზავნოთ ჩვენი ამბის მოყოლა. უკვე 8 წუთზე მეტია წერა ვიდეოს. სკრინშოტებიც როდესაც საუბრობ საუკუნეზეც ჩამოვაქსკრინები ესე ჩამოჩვავა. ეხლა TikTok-ს განვიხილავთ და ბოდიში კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშ ბიძაშვილო. ყველას გამშვიდობებით და ყველამ მოვუკეთეთ თქვენაგასავს პრანკი როგორ უყარხარ ჩემ და როგორი თავს გამოჩენა უყვარს. ნახვამდის.